მოდი ჩავატაროთ მარტივი ექსპერიმენტი. აბა თუ შევძლებ ისე დავალაგოთ კუთხედები, რომ ემოცია აღგიწრა. ვერა ხო? აბა ასე ითვლება, რომ სამშობლოს დროშა არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი სიმბოლო, რომელსაც შეუძლია უძლიერესი ემოციების აღძვრა უამრავ ადამიანში ერთდროულად. აი ის ნამდვილი პატრიოტიაო, როცა იტყვიან, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აქებენ, ხო? მაგრამ სწორია, ეს არის რამე განსაკუთრებული იმაში, გიყვარდეს შენი ქვეყანა და თუ გიყვარს ღვთის ეს ვინმეზე უკეთეს? ხო და დღეს ვისაუბრებთ საქართველოში ძალიან აქტუალურ თემაზე, სინამდვილეში რა დგას პატრიოტიზმის უკან და როგორც სხვა ვიდეოები ამ არხზე, არც ეს ვიდეო მოგიყვებათ ხუთ ჯადოსნურ ხრიკზე, როგორ გავაბრწყინოთ ქვეყანა, მაგრამ ჯერა რომ თუ ვიდეოს ბოლომდე უყურებთ, თქვენი წარმოდგენა პატრიოტიზმზე შეიცვლება და ეს წარმოდგენები დაგვეხმარება უკეთ გავაანალიზოთ რა ხდება დღეს საქართველოში და მსოფლიოში, რადგან ვისაუბრებთ რა ფსიქოლოგიური ფაქტორები განაპირობებს პატრიოტიზმს, რითი ირჩევენ ადამიანები თავიანთ პოლიტიკურ იდეოლოგიას თავისი ქვეყნისთვის და ბოლოს ერთად მივალთ პასუხამდე შეკითხვაზე, კარგია თუ ცუდი, როცა ხარ პატრიოტი. ხო და დავიწყოთ. აი ახლა რომ მკითხო, გინდა იყო ფინელი, შვეიცარელი, იქნებ ლუქსემბურგელი გინდა იყო, პარაგვაელი ან ინდოელობაზე რა სიტყვი? ალბათ მიპასუხებ, რომ არ გინდა. არადა ჩამოგითვალეთ ის ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი ბედნიერების ინდექსია, ყველაზე მაღალი შემოსავალი ერთსულ მოსახლეზე, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი, ყველაზე მაღალი ყოველდღიური ემოციური ბედნიერების განცდა და ყველაზე დიდი რაოდენობა მოსახლეობის. ხო და პატრიოტიზმი არაფერ შუაშია რაციონალურ არჩევანთან. ის ემოციური ფენომენია, რომელიც ძალიან დაკავშირებულია ჩვენს გადარჩენის ინსტინქტთან. აი ბავშვი რომ დაიბადება, ყველამ რომ მიატოვოს. რა მოუვა? ვერ იცოცხლებს, ხომ? ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს კოდირებული მიდრეკილება ვიყოთ ახლოს ჩვენს ოჯახთან, ჩვენს ამღზნელებთან, რადგან ეს ერთადერთი გზაა გადარჩენის პირველ წლებში. ჩვენი ბაზისური სურვილია ვეკუთვნოდეთ რამე ჯგუფს, სადაც ჩვენზე ზრუნავენ და გვაღიარებენ. ანუ ამ ჯგუფში გქონდეს დაცულობის განცდა. ხო და ითვლება, რომ სამშობლო არის ოჯახის პროტოტიპი. ისიც გვაძლევს დაცულობის განცდას, რადგან გვაერთიანებს დიდ ჯგუფში, სადაც უნდა გვიცავდნენ და ჩვენზე ზრუნავდნენ. როგორც ოჯახში, ისე სამშობლოში შეიძლება ბევრი რამე არ მოგწონდეს, მაგრამ ის ბიოლოგიურად გვიყვარს. ესე იგი, ჩვენი მშობლები და დედმამიშვილები ჩვენი პატარა ოჯახი და სამშობლო დიდი ოჯახი. და სწორედ ამიტომ კვლევები აჩვენებს, რომ შენი წარმოდგენები ოჯახზე, იდეალურ იმიჯზე ოჯახის ძალიან განაპირობებს, რომელი პოლიტიკური იდეოლოგიის მომხრე იქნები შენი სამშობლოსთვის. წარმოიდგინე 10 წლის ბიჭი, რომელიც სკოლიდან ძალიან გამწარებული ბრუნდება სახში, რადგან უფროს კლასელებმა გამოიჭირეს მარტო და დააბუნინგეს საშინლად. მამას უყვება რა მოხდა და მამას აქვს ასეთი რეაქცია: რას ამბობ მამა, ხვალვე სკოლაში მოვარდები, მშობლებს დაურეკავ, ნახე რას უზავ მაგად. ეს ერთი ვარიანტი რეაქციის. მეორე ვარიანტი, მამა ეუბნება, რომ კი, მამა ასეთები ძალიან ბევრნი არიან სამყაროში, უნდათ რომ თავიანთი სისუსტე აი ამ ძალადობით გადაფარონ და შენ როგორ გინდა მამა, მე დაველაპარაკო მათ მშობლებს, ნებისმიერ შემთხვევაში იცოდე, რომ მე შენს გვერდით ვარ. აი შენ რომელი მამა გირჩევნია რომ ყოლოდა, ან როგორი მშობელი გინდა შენ იყო შენი შვილისთვის. თუ პირველი ვარიანტი არჩიე, დიდი შანსია მოგწონდეს კონსერვატორული იდეოლოგია, თუ მეორე უფრო ლიბერალური. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ყოველთვის დაემთხოვა, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ სტატისტიკურად კონსერვატორული იდეოლოგია უფრო მკაცრი და ძლიერი მამის პროტოტიპია, ხოლო მზრუნველი და მეგობრული მამა ლიბერალური იდეოლოგიის. ისე თუ დაემთხვა, იქნებ დამიწერო კომენტარებში, ძალიან საინტერესოა, თან არხს დაეხმარები გაზდაში და თუ ეს გეზარება, ერთი მოწონებითაც დამეხმარები, მადლობა წინასწარ. ამ ორი მამის მიდგომაში არც ეჩია პრობლემა, არც ერთია უკეთესი და არც უარესი. მთავარია თვითონ ბავშვი, რომელ სიტუაციაში უფრო გრძნობს თავს დაცულად. იგივეა პოლიტიკური იდეოლოგიაც, არც კონსერვატორიზმია უკეთესი და არც ლიბერალიზმი. მთავარია იმ ქვეყანაში, ხალხი ზოგადად რომელ იდეოლოგიაში უფრო გრძნობს თავს დაცულად. მაგალითად არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მეტი დაცულობის შექმნება მოაქვს იმ საზოგადოებას, სადაც თუ მოუნდება ოჯახის დანგრევა, შეუძლია, როცა ცოლ-ქმარს აღარ უყვარს ერთმანეთი. მაგრამ სხვებისთვის ისეთი საზოგადოება, სადაც მკაცრად არის გაყოფილი, რომ განქორწინება ამორალურია, უფრო მეტი სიმშვიდის მომცემია, რადგან უფრო ნაკლებად ნერვიულობენ, რომ მეუღლე გადაწყვეტს დაშორებას. ხო და რომელ იდეოლოგიასაც არ უნდა ვირჩევდეთ, მოტივატორი არის ერთი და იგივე, თავი ვიგრძნოთ საზოგადოებაში დაცულად და აღიარებულად. იმ ორივე მამის შემთხვევაში, მათი მთავარი მიზანი იყო დაეცვა თავისი შვილი და ეს პატრიოტიზმის ანალოგიაა. მაგრამ როგორც ოჯახში შეიძლება ურთიერთობები იყოს
არაჯანსაღი და დესტრუქციული, ასევე ქვეყნის სიყვარული შეიძლება გახდეს ასეთი. აი მაგალითად წარმოიდგინე, ბავშვი რომ დაბრუნდა, მამას ასე ეპასუხა: "როგორ ჩვენ ვართ საუკეთესო ოჯახი, ჩვენზე მაგარი არავინ არ არის ამ სამყაროში. ყველანი ჩვენი ოჯახის გარდა არიან ურჩხულები. მივარდე სკოლაში, დაანგრიოს ქვეყანა, მაგრამ სინამდვილეში ბავშვს მაინც აბულინგებდნენ, როცა მამა იქ არ არის." აი ეს არის ნაციონალიზმის პროტოტიპი. რა სხვაობაა პატრიოტიზმსა და ნაციონალიზმის შორის? ის რომ პირველი არის ბუნებრივი სიყვარული შენი ქვეყნის და არ აქვს მნიშვნელობა სხვა ქვეყნები როგორები არიან. მაგრამ ნაციონალიზმი არის რწმენა, რომ შენი ქვეყანა არის საუკეთესო და ხშირად თან ახლავს მტრული დამოკიდებულება სხვა ერების მიმართ, უმცირესობების და ემიგრანტების ჩაგვრა და ძალიან ხშირად ავტოკრატიული ლიდერების მხარდაჭერა. აი, მამის ის აქციელი არ არის ოჯახის სიყვარული. ეს მისი სურვილია სხვების დაპატარავების ხარჯზე გამოჩნდეს უფრო ძლიერი. რთული წარმოსადგენია ასეთი მამა გინდოდეს, მაგრამ ზოგს ასეთი მამა ურჩევნია, ვიდრე მეგობრული და სუსტი. აი, იმ ბავშვის მაგალითი გავიხსენოთ, როცა მამა მეგობრულად ესაუბრებოდა მას. თუ ამ ბავშვს მუდმივად სკოლაში აბულინგებენ, იმიტომ რომ მამა ელემენტარულ პირობებს არ უქმნის ამ ბავშვს, ანუ მას არა აქვს დაცულობის განცდა და მაგალითად დახეული ფეხსაცმელები დადის სკოლაში და ამის გამო აბულინგებენ, მაშინ მამის ის მეგობრული საუბარი სრულიად არ მოუტანდა ამ ბავშვს დაცულობის შეგრძნებას. მას შეიძლება ერჩივნა, რომ მამას დაენგრია ქვეყანა, თუნდაც ცოტა ხნით მას ეს დაცულობის და სიძლიერის განცდა მოსვლოდა. და ის სწორედ კვლევები აჩვენებს, რომ ამ ულტრანაციონალიზმისკენ და რადიკალიზმისკენ მიდრეკილება იზრდება მაშინ, როდესაც ადამიანებში შინაგანი დაუცველობის განცდა მაღალია და უთანასწორობის შეგრძნება. აი ნახე რატომ? აი ბავშვები მაგალითად თინეიჯერობის ასაკში, როცა სკოლაში სამეგობრო წრეს ქმნიან, თითქმის ყოველთვის იგონებენ მტრის ბანაკს, რომლებიც მათ არ მოსწონთ და რომლებთანაც დაპირისპირებულები არიან. უცნაურია თითქოს თინეიჯერობა ყველაზე მეტად დაუცველი პერიოდია, რადგან ამ დროს პირველად იწყებს სამყაროში მშობლების გარეშე საკუთარი თავის დამკვიდრებას და წესით ის გარემო უნდა გერჩინოს, სადაც მტრები არ ყავს. ხო და არა, და აი რატომ? როდესაც მკაფიოდ არის გაყოფილი ისინი და ჩვენ ჯგუფში თავს უფრო დაცულად გვცნობთ. აი ჩვენ საძმო ერთმანეთს ყოველთვის დავიცავთ. აი ჩვენ დაქალები სულ ერთად ვიქნებით და იმათ არ დავპატიჟებთ და თუ არ არსებობს მტერი, მაშინ არც ეს სენტიმენტი არსებობს. ერთმანეთის დაცვისა და გვერდში დგომის აუცილებლობაც აღარ დგება. ამიტომ ეს მკაფიოდ გაყოფა ჩვენ და ისინი ადამიანებს დაუცველობის პერიოდში ძალიან სიამოვნებთ. ეს არის ის ტყუილი, ფეიქი, რასაც ფსიქიკა გვიდგავს. ხო და პოლიტიკოსებიც სწორედ ამიტომ იგონებენ ხშირად მტრის ხატს, რომ შეგიქმნან ეს მოჩვენებითი დაცულობის განცდა. რადგან რეალური დაცულობის განცდის მოტანას ძალიან ბევრი შრომა ჭირდება და ამას უფრო სწრაფი ეფექტი აქვს. ისეთი პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა, რომლებიც აი ამ მოჩვენებითი დაცულობის განცდას უქმნიან ადამიანებს, სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც ქვეყანაში უთანასწორობისა და დაუცველობის განცდაც იზრდება. და ასე დროს იზრდება უხეში რიტორიკის და ლაპარაკის მოთხოვნილებაც. აი წარმოიდგინე, ბარში ძიხარ და პოტენციურად შეიძლება მოვიდნენ შენი მტრები და ჩხუბში ჩართვა მოგიწიოს. ამ დროს შემოდის ახალგაზრდა მამაკაცი, უხეშად ეუნება ერთ მაგიდაზე რაღაცას, მეპატრონოს ეუნება სხვებზე, აქ ესენი რატომ არიან, უზდელად მოითხოვს რაღაცა დიდი ლუდის კათხას და ამ დროს შემოდის მეორე ახალგაზრდა იმავე ასაკის, ერთ მაგიდას გაეხუმრება, მეორე მაგიდაზე ხელს ჩამოართმევს, ზრდილობიანად მიმართავს ოფიციანტს და ამ დროს შენ ჩხუბში უნდა წახვიდე. აი ამ ორიდან რომელი მოგინდებოდა ჩხუბში გამოყოლოდა. დიდი შანსი აირჩიე პირველი, რადგან უხეშობა ხშირად ასოცირდება სიძლიერესთან. არადა შეიძლება იმ ზრდილობიან ახალგაზრდას შავი ქამარი ჰქონდა კარატეში. ხო და მოდი აბა შევხედოთ ამერიკაში რა მოხდა. საშუალო ამერიკელისთვის ცხოვრების ხარისხი ქვევით მოდის. ძალიან გაიზარდა შემოსავლების უთანასწორობა და ადამიანებს უფრო მეტი დაჩაგრულობის და დაქვეითებულობის განცდა აქვს. და ასეთ დროს კამალა და ბაიდენი უფრო უსაფრთხოების აი ამ განცდას მოუტანდნენ ამ ხალხს თუ ტრამპი. ხო და ლოგიკურია, რომ ტრამპმა დიდი რაოდენობით გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, მხოლოდ უხეში და რადიკალური საუბარი არ გიშველის თუ სიძლიერეც არაჩვენე. თუ უბრალოდ რადიკალიზმს აწვევი და ყველა ბრძოლას აგებ, რა თქმა უნდა, მე მხარდაჭერებით შეგიმცირდება. ხომ არ გაგახსენდა რომელიმე აქაური პარტია. ხო და ლიბერალიზმის მხარდაჭერა დიდხანს ნარჩუნდება მაშინ, როდესაც სოციალურ ფენებში ძალიან დიდი უთანასწორობა არ არის, როგორც ბევრი წელი იყო დასავლეთ ევროპაში. ესე იგი, მეგობრული და ზრდილობიანი მამა მაშინ გინდა, როცა ზოგადად დაცულობის განცდა მაღალი გაქვს, მაგრამ უფრო უხეში და ძლიერი მამის მოთხოვნილება გიჩნდება, როცა დაცულობის განცდა ქვევით მოდის. ხო და ახლა როცა აღმოვაჩინეთ, რომ პატრიოტიზმი და ოჯახის სიყვარული ძალიან გავს ერთმანეთს, დავსვათ კითხვა, კარგია თუ ცუდი, როცა პატრიოტი ხარ?
ის რომ შენ გინდა შენი ქვეყანა, ანუ შენი ოჯახი იყოს კარგად, ამაში არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ აი განსაკუთრებულს სწორედ ის ხდის, როგორ ექცევი შენი ოჯახის წევრებს. წარმოიდგინე სუფრაზე გაიცანი კაცი, რომელიც ამბობს, რომ როგორ უყვარს თავისი ოჯახი. შემოდის მისი უფროსი ვაჟი და კარგად ექცევა, დასვავს სუფრასთან. ამ დროს შემოდის მისი უმცროსი, ოდნავ განსხვავებული ვაჟი და მას საშინლად ექცევა, უყვირის, აგდებს ოთახიდან. ეს ნიშნავს, რომ ამ კაცს თავისი ოჯახი უყვარს, თუ უყვარს თავისი იმიჯი. ხო და იგივეა სამშობლოზეც. გინდოდეს შენი სამშობლო იყოს ისეთი, როგორიც შენ გინდა, ეს არ არის ქვეყნის სიყვარული. ისევე როგორც როცა ცდილობ შენი მშობლების გამოსწორებას, როცა ისი არ გეკცევიან, როგორც შენ გინდა, ეს მათზე ზრუნვა კი არა, შენ საკუთარ თავზე ზრუნვა. აი, ნამდვილი სიყვარული არის, როცა შენი ოჯახის წევრებს შენ თვითონ ექცევი ზრუნვით, გათვალისწინებით, სიყვარულით, მათ კივილებს იზიარებ და ხანდახან შენ საკუთარ ინტერესებს თმობ მათ სასარგებლოდ. აი, როდესაც შენ ასე ექცევი ქვეყნის ყველა შვილს, მაშინ შენ შეიძლება გერქვას პატრიოტი. ხო და მოდი, სხვების ჩაგვრას პატრიოტიზმით ნუ გავაправებთ. ჩვენ შეიძლება ვჩხუბობდეთ, ვკამათობდეთ, ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ გინდოდეს დაჩაგრო და მოკვეთო რაღაცა ნაწილი, ეს ქვეყნის სიყვარული არ არის. ეს საკუთარი დაუცველობის განცდის, გადაფარვის უსუსური მცდელობაა. ნამდვილი პატრიოტიზმი არის, როდესაც შენ პატივისცემით ექცევი ოჯახის ყველა წევრს, როგორი განსხვავებულებიც არ უნდა იყვნენ ისინი. და ახლა თუ თქვენ იკითხავთ, თუ სამშობლო დაცულობის განცდას უნდა გვაძლევდეს ამ საქართველოში, როგორ შეიძლება ვინმე თავს დაცულად გრძნობდესო, ამაზე გიპასუხებთ ზუსტად ამ თემაზეა შემდეგი ვიდეო და ძალიან გთხოვთ უყუროთ, რადგან ჯერა რომ იმ ვიდეოს აქვს პოტენციალი ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ. შემდეგს მიგახსოვს.